ორი კონკრეტული კითხვა მაქვს. Პირველი, ბატონო ირაკლი უკავშირდება შინჯიკაშვილის გადადგომას ვიცე-გუბერნატორის პოსტიდან. შინჯიკაშვილი თავისთავად შეიძლება ვიცე-გუბერნატორების 99%-ს საქართველოს მოსახლეობა საერთოდ არ იცნობს, მით უმეტეს თუ კი ეს სხვა რეგიონებს უკავშირდება, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი იმით გახდა ცნობილი, რომ ხარაზიშვილის, ანუ საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსის იგივე ხარებას დამაბალანსებელ თუ არა ვიზავით იქცა, შემდეგ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, მტკიცებულებები, დაპირისპირებების შესახებ და ასე შემდეგ მათი ჯგუფების თუ დაჯგუფებები კიდევ უფრო სწორად იქნებოდა. დღეს უკვე ამ ინფორმაციის გაშუქების მცდელობას მოყვა მორიგი თავდასხმა პირველის გადამღებ ჯგუფზე და ასე ვითარდება ეს პროცესი, როგორც ჩანს, მართლაც რაღაც მნიშვნელოვანია დამალული მთელ სამ ურთიერთობებში. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რამ განაპირობა მისი წასვლა თანამდებობიდან, რომელიც მნიშვნელოვანია იყო ადგილობრივი რეჟიმისთვის, როგორც ქვემო ქართლში სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ასევე სხვადასხვა ტიპის ქუჩაში ოპერაციების საწარმოებლად, ესე ძალისმიერი კომპონენტის მობილიზებისათვის. მოგესალმები გიორგი, მივესალმები თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება სინჯიკაშვილის და ხარებას ურთიერთობას, ეს ძალიან სპონტანურად დაიწყება. მე რაც მქონდა ინფორმაცია, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, უბრალოდ კონფლიქტმა განაპირობა მათი ასე ვთქვათ გზების გაყოფა და მნიშვნელოვანი არის, რომ ორივე პიროვნება აბსოლუტურად განსხვავებულ ბანაკში ოპერირებენ ქართული ოცნების ხოლგის ქვეშ. ხარება წარმოადგენს გომელაურის კლანს, შინჯიკაშვილი წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კლანს. და მათი ასე ვთქვათ შერიგება, იძულებითი შერიგება მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა ასე ვთქვათ დღის წესრიგში დადგა, რომ ჭყალებში ქვეყანა იყო გადასარჩენი და ორივე ქვეყანა სჭირდებოდა. საბოლოოდ ისინი დაზავდნენ თუ არ დაზავდნენ, მე ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა ჩემი მუშაობის პერიოდში ზუსტად ვიცი, რომ ხარაზიშვილი ძალიან გაბრაზებული იყო და ემზადებოდა დემარშისთვის და სინჯიკაშვილისთვის სერიოზული პასუხები მოეთხოვა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშორების კუთხით. რაც ახლა დღეს ამ დღეებში განვითარდა, ხო, ანუ ჟურნალისტთან მიმართებაში, მათი მხრიდან ეს აგრესია ჩემთვის არ იყო მოულოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მთავრობა, დღევანდელი ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა შავი სამუშაოების შესასრულებლად. და ბუნებრივია, ყველა ის კითხვა და ყველა ის ახალი სიუჟეტი იქნება თუ ტელევიზიაში გაშუქება, მათი აღიზიანებას იწვევს. მათი პოლიტიკა არის ესეთი, მიდგომა უბრალოდ პოლიტიკა რა არის, მიდგომა არის ესეთი, რომ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფსკერზე დასულები და ისე აკეთონ ეს შავი საქმეები, რომელიც მოდის ზედარ გოლებიდან, ხო, გარკვეული ფინანსების სანაცვლოდ. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ, მათ შორის როცა ხსნიდით, თუ რა პოლიტიკური გავლენების ქვეშ ოპერირებდნენ, ასე ვთქვათ, ხარაზიშვილი იქნება ეს თუ შინჯიკაშვილი, თქვენ თქვით, რომ ერთი უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გომელაურის ხაზია, ხოლო შინჯიკაშვილი სუსის, ხო? ლილუაშვილი იქ აღარ არის, იქ ოხანაშვილია ახლა. და ზოგადად ამაზე მინდა გკითხოთ, ის საკადრო გადაადგილებები, ის გადაწყვეტილებები, რომელიც აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად მიიღება, მათ შორის ძალოვან სისტემაში სრულიად განსხვავებული ვერტიკალის ფორმილების კუთხით. გომელაური არის შემორჩენილი ახლა ამ სიტუაციას, მოადგილეც კი იქ უკვე დაინიშნა ადამიანი, რომელიც კონკრეტულად დინარაძის, ანუ იგივე კობახეთის გარემოცვის კაცად მოიხსენიება კანდიდატად და ასე შემდეგ. რა მონაცემ, რა ინფორმაციები გაქვთ თქვენი ძველი კოლეგებიდან გამომდინარე რაბედიელის გომელაურს და ზოგადად რა განწყობები არის შინაგან საქმეთა სამინისტროში აი ამ გადაადგილებების კვალობაზე? მათ შორის სუსის. როლანდ მესხზე არის საუბრები. დიახ, როლანდ მესხი, რომელიც უკვე მინისტრის მოადგილეა და გომელაურს დაყვება უკვე რეგიონებში პოლიციის ხელმძღვანელებს ახვედრებენ და ასე შემდეგ აშკარად რაღაცა ეს გაცნობითი სერიოზული სამუშაო ტარდება, როგორც ჩანს მის მოსამზადებლად, უფრო მაღალ თანამდებობას. არა, გიორგი, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ, ეს არის უბრალოდ
მას აქვს საკურატორო სფერო განსაზღვრული რეგიონების მიხედვით. შესაბამისად, მესხზე იყო საუბრები, რომ არის ესე ვთქვათ, დანიშნული, სპეციალურად დანიშნული ადამიანი, რომელიც მდინარაძესთან ახლობლობა და ასე ვთქვათ, კავშირები და ლინკები აქვს. თუმცა მე ესე არ ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ მაგაზე მეტი ჭკვიანი ჩემი აზრით ვერ მოძებნეს, რომელსაც სანდო ადამიანი უყოყმანოდ დავალებების შემსრულებელი და ამიტომ დაენიშნა ბატონი მესხი. მაგს ჩემი მოსაზრებით მდინარაძის გავლენა ნაკლებად მგონია. რაც შეეხება თვითონ გომელაურს დღემდე გავლენა აქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ის პირდაპირ ივანიშვილისთან არის და ივანიშვილის პატივისცემით სარგებლობს და ოპერირებს. რაგან ვითარდება და როგორ განვითარდება რთულია, თუმცა ის რომ რაღაცა გარკვეული დაპირისპირებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის არსებობს, ეს უკვე ყველანაირი ახსნის გარეშე საზოგადოებისთვისაც ცნობილი არის. იმიტომ რომ კი სინჯიკაშვილი ნამდვილად სარგებლობდა ლილუაშვილის მხარდაჭერით და ლილუაშვილის გავლენებით იყო. დღეს ახლა შეიცვალა ლილუაშვილი, ახლა არის ოხანაშვილი, მაგრამ ძირითადი, ასე ვთქვათ, მიდგომა და შტო და პოლიტიკა მაინც უცვლელი არის. უფრო ახლა დაიწყებენ ჩემი ვარაუდით, დაიწყება ასე ვთქვათ, სუდი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცვლილებები, რათა გააძლიერონ ზეწოლა საჯარო სექტორზე და ნელ-ნელა ალბათ საჯარო სექტორში დაიწყებენ ყოფილი ან მოქმედი ძალოვანი მაღალჩინოსნებით ჩანაცვლებას, რათა სახელმწიფო ერთგვარად აქციონ ინსტიტუციურად დაფუძნებული სამართალდამცა ორგანოებზე, ანუ თელს ამ ინსტიტუტებს, აი ნახეთ ახლა ხო იქნება არჩევნები, მონოდინი ხო არის, რომ ჩაატარებენ ესენი თვითმმართველობის არჩევნებს. თითქმის 60-70% დააკომპლექტებენ მერებისას, ან მოქმედი, ან ყოფილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებისაგან. ანუ მთლიანად კარტ ბლანში მისცემენ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სექტორს, რათა აკონტროლოს სახელმწიფო. ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. თუმცა თქვენ საინტერესო რამ თქვით, როდესაც ახალდანიშნულ მინისტრის მოადგილეს მესხზე საუბრობდით, გამოდის ამ ლოგიკიდან, რომ გომელაურს ჩაუსვეს პოლიტიკური ოდეერი, ასე ვთქვათ, მართველი პოლიტიკური გუნდიდან. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურს ჩაუსვეს ოდეერად ეს მესხი. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ თადუმაძე დანიშნეს მაგ ლოგიკით შეიძლება ითქვას, თუმცა სანამ გომელაური იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, მერწმუნად შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაური იქნება გადაწყვეტილების მიღები პირი, ვინაიდან მას პირდაპირ ივანიშვილთან აქვს კომუნიკაცია და მისგან იღებს მითითებებს.